სურა მესამე. ალ იმრანი. იმრანის ოჯახი. მოწყალე და მწყალობელი ალაჰის სახელით. ელიფ ლამ მიმ. არ არის ღვთაება გარდა ალაჰისა. მარად ცოცხალისა, მარადიულისა. მან თან და თან ზემოავლინა შენზე ჭეშმარიტი წიგნი, დასტურად იმისა, რაც მის უწინარეს იყო, და მოავლინა თევრათი და ინჯილიც. ადრე გზის მაჩვენებლად ხალხისთვის და მოავლინა ფურყანი, უეჭველად, რომელთაც უარყვეს ალაჰის აიათები, მათისა სასტიკის სასჯელი. უეჭველად, ალაჰი ძლევამოსილი და საზღაურის მიმგებია. უეჭველად, ალაჰისგან არაფერია დაფარული, არც ცათაშინა და არც ქვეყანასა ზედა. იგია ის, ვინც თქვენ გსახავს ბედის მუცლებში, როგორც ინებებს. არ არის ღვთაება გარდა მისი, ძლევამოსილისა, ბრძენისა. იგია, რომელმაც ზემოავლინა შენზე წიგნი, იმაშია ცხადი აიათები, რომელნით წიგნის დედა აზრს ქმნიან და სხვა აიათები ერთმანეთის მსგავსი, ხოლო რომელთაც სიმრუდე უზით გულებში, ისინი იმათ მიყვებიან, რაც მიმგვანებულია. ცდილობენ გამოიწვიონ ნარეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი ახსნა გარდა ალაჰისა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ, ჩვენ ვიწამეთ ის, ყველაფერი ჩვენი უფლისგანაა, შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევ. ღმერთო ჩვენო, არ დაუშვა, რომ ჩვენი გულები გადაიხარონ მას მერე, რაც შენ სწორ გზაზე დაგვაყენე და მოგვანიჭე წყალობა შენი. უეჭველად, შენ ხარ მომმადლებელი. ღმერთო ჩვენო, უეჭველად, შენ კრებ ხალხს იმ დღისთვის, რომელშიც არ არსებობს ეჭვი. უეჭველად, ალაჰი არ ცulis თავის აღქმას. უეჭველად, რომელთაც არ იწამეს, ვერ შეეწევა ვერაფერი ალაჰის წინაშე. ვერც მათი ქონება და ვერც მათი შვილები ცეცხლის საწმავად იქმნებოდნენ. მგვანია ფარაონის ხალხისა და იმათი, ვინც მათ უწინ იყო. სრუტ ჩათვალეს ჩვენი აიათები და მერე დასაჯა ალაჰმა მათი ჩადენილი ცოდვების გამო. და ალაჰის სასჯელი ძალიან მწვავეა. უთხარი იმათ, რომელთაც არ იწამეს, დამარცხებული იქნებით, ხელმეორედ აღმოცენდებით და გაირეკებით ჯოჯოხეთში და ის რას საზარელი სავარია. უეჭველად, ერთმანეთს შერკინებულნი ორი ლაშქარი ნათელი სასწაული იყო თქვენთვის. ერთი ლაშქარი ალაჰის გზაზე იბრძოდა, მეორე კი ურწმუნო იყო. მათ მოეჩვენათ ორჯერ მეტი, ვიდრე იყვნენ, ხოლო ალაჰი თავისი შეწევნით იმას გააძლიერებს, ინებებს ვისაც. უეჭველად, შეგონება ამაში გამჭრია. კაცთათვის მიმზიდველი და თვალწარმტაცი გახდა ქალების, ბავშვების, ოქრო ვერცხლის
დახვავებული საუნჯისა და ნიშანდებული ბედაურების საქონლის ნათესების სიყვარული. ოღონდ ეს სამქვეყნიური დროებითი საბადებელია, ხოლო საუკეთესოთან შესაფარი ალლაჰთანაა. უთხარი შენ გამცნოთ, რაც ამაზე უკეთესია. მას ასე ვინც ღვთისმოშიშია მათთვის თავიანთ ღმერთთან ცალკოტები, სადაც ძირს ნაკადულები მოედინება და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან. იქელით უმციკლო მეუღლეები და კმაყოფილება ალლაჰის. უეჭველად ალლაჰი ხედავს თავის მსახურს. ისინი, რომელნიც ამბობენ, ღმერთო ჩვენო, უეჭველად ჩვენ ვიწამეთ, მოგვიტევე ჩვენ ცოდვები ჩვენი და დაგვიფარე ჯოჯოხეთის ტანჯველი ცეცხლისაგან. ისინი მომთმენნი არიან, მართალნი, თავმდაბალნი, მოწყალების გამღებნი და გამთენიისას მიტევების უბედრებელნი. ამოწმებს ალლაჰი, რომ არ არსებობს ღვთაება გარეშე მისი და ანგელოზთა და მცოდნეთაც სამართლიანად დაამოწმებს. არ არის ღვთაება გარეშე მისა, ძლევა მოსილისა, ბრძენისა. უეჭველად ალლაჰის წინაშე სარწმუნოება ისლამია და მხოლოდ მას მერე, რაც ცოდნა მიიღეს, ერთმანეთის შურით გაიყვნენ ისინი, რომელთაც წიგნი ებოძათ. და თუ ვინმე არ იწამებს ალლაჰის აიათებს, უეჭველად ალლაჰი სწრაფგამკითხველია. და თუ ამ ყველაფრის შემდეგ შეგედავონ, მაშინ უთხარი შენ, მე მთლიანად მივენდი ალლაჰს და ისინიც, ვინც მე გამომყვარ, ხოლო უთხარი იმათ, ვისაც წიგნი ებოძა და უმეცართ, განა მიენდეთ ალლაჰს და თუ მიენდნენ, სწორ გზას დასდგომიან ისინი და თუ ზურგი აქციეს, შენი ვალია მხოლოდ ამცნო. უეჭველად ალლაჰი ხედავს თავის მსახურს. უეჭველად რომელთაც არ სწამთ ალლაჰის აიათები, უსამართლოდ ხოცავენ შუამავალთ და სამართლიანობისკენ მომწოდებელთ, აუწყე მათ წარე სასჯელი. ეგენი არიან, რომელთა საქმენის უჭია ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც და არ ეღირსებათ მათ არანაირი შემწევა. განა არ გინახავს ისეთები, რომელთაც ებოძათ წიგნის ნაწილი, ისინი მოუწოდებენ ალლაჰის წიგნისკენ, რათა განსაჯონ მათ შორის არსებული უთანხმოება. მერე ზურგს აქცევენ მათგან ზოგიერთნი უარმყოფელნი. აი ეს იმისთვის, რომ ისინი ამბობდნენ, ცეცხლი თუ გვეწევა, მხოლოდ რამდენსამე დღეს და მათივე შეთხზულმა შეაცდინა ეგენი საკუთარ რწმენაში. და მაშინ, როცა შევკრებთ იმ დღეს, რომელიც ეჭვს არ იწვევს და ყოველ სულს სრულად მიეგება იმისთვის, რაც შეიძინა და არ დაიჩაგრებიან ისინი, მას როგორ გაიქნება მათი მდგომარეობა? თქვი, ღმერთო ჩემო, ქონების ბატონ პატრონზე, უბოძებ ქონებას ინებებ ვისაც
ართმევ მას ინებებ ვისაც ამაღლებ ინებებ ვისაც და დაამდაბლებ ინებებ ვისაც სიკეთე ხომ მხოლოდ შენს ხელთა უეჭვე შენ ყოვლის შემძლეთა შენ შეიყვან ღამეს დღეში და დღეს ღამეში გამოიყვან ცოცხალს მკვდრისაგან და მკვდარს ცოცხლისაგან დააძლევს სარჩოს უთვალავს ინებებ ვისაც არა იყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად და ვინც ამას იქმს ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება გამონაკლისია თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გძნობთ და ალლაჰი გაფრთხილებს თქვენ და მხოლოდ ალლაჰთანაა მისაქციონი უთხარი გინდ დამალეთ თქვენი გულის ნადები გინდ განაცხადეთ ალლაჰმა იცის ეს რამე თუ უწყის რაცა ცათაშინა და ქვეყანასა ზედა ალლაჰი ყოვლის შემძლე მოვა დღე როცა ყველა სული რაც სიკეთე ჩაუდენია და რაც სიავე ჩაუდენია მზად პოვებს ინატრებს ამასა და მას შორის გრძელი მანძილი იყოს ხოლო ალლაჰი გიბრძანებ მისადმი მოკრძალებას სწორედ რომ ალლაჰი წყალობელია თავის მსახურთან უთხარი შენ თუ გიყვართ ალლაჰი გამომყევით მე რომ ალლაჰმა შეგიყვაროთ თქვენ და შეგინდოთ ცოდვები თქვენი რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და წყალობელია უთხარი შენ და ემორჩილებ ალლაჰს და შუამავალს ხოლო თუ ზურგს აქცევენ უეჭველია რომ ალლაჰს არ უყვარს ურწმუნოა უეჭველად ამოარჩია ალლაჰმა ადამი და ნუჰი იბრაჰიმის მოდგმა და მოდგმა იმრანისა სამყაროთა შორის ვითარცა შთამომავლობა ერთმანეთისა უეჭველად ალლაჰი ყოვლის მსმენია ყოვლის მცოდნია აკითხვა იბრანის ცოლმა უთავო ჩემო რაც ჩემს მუცელშია უპირობოდ შენ არ გიქნი ყველაფრისგან თავისუფალი მიიღე ჩემგან უეჭველად შენ და მხოლოდ შენ ხარ ყოვლის მსმენი და ყოვლის მცოდნი და როცა შეეძინა იგი თქვა ღმერთო ჩემო აი მე შემეძინა იგი გოგო ალლაჰმა უკეთ უწყის რაც შვამან თუმცა ვაჟი არ არის მსგავსი ქალის და დავარქვი მას მარიამი შენ გაბარებ მას და მის გამომავლებას ფარადეშ მათისგან ქვებით ჩაქოთის მიიღო იგი უფალმა მისმა ჩინებულად და გაზარდა კეთილშობილ მცენარედ და მიუჩინა მზრუნველად ზაქარია ყოველთვის როცა ზაქარია შედიოდა მასთან მიჰრაბში ხედავდა სარჩოს მის წინ კითხა მარიამ საიდან ეს შენ მიუგო ალლაჰისგან არის ეს უეჭველად ალლაჰი აძლევს სარჩოს უთვალავს ინებებს ვისაც სწორედ
იქ შეევედრა ზაქარია თავის უფალს. უფალო ჩემო, მიბოძე მე შენ და მიწყალობით კეთილი შთამომავლობა. უეჭველად შენ ხარ შემსმენი ვედრებისა. და აი, აუწყეს მას ანგელოზებმა, როცა ლოცვად იდგა მიჰრაფში. ალლაჰი გახარებს შენ იაჰიას შობას, რომელიც განამტკიცებს ალლაჰის სიტყვას და იქნება დიდებული, გაწონასწორებული შუამავალი კეთილშობილთა შორის. თქვა, უფალო ჩემო, როგორ შემეძინება მე ვაჟი, როცა სიბერე მეწია, ცოლი ჩემი უნდა ყოფილიყო. მიუგო, დიახაც რომ ასე, ალლაჰი იქნის, ინებებს რასაც. თქვა, უფალო ჩემ, მომეცი მე რამე ნიშანი. თქვა, შენი ნიშანი ისაა, რომ სამ დღეს არ დაელაპარაკები ხალხს, თუ არა მინიშნები. ახსენე უფალი შენი გამუდმებით და განადიდე დილას და საღამოს. როცა ანგელოზებმა უთხრეს, მარიამ, უეჭველად ალლაჰმა შენ აგირჩია უმციკლო ყო და გამოგარჩია სამყაროს ქალებს შორის. მარიამ, მოკრძალებით დადექი შენი უფლის წინაშე, სეჯდე აღასრულე და წელში მოიხარე იმათთან ერთად, ვინც წელს იხარს. ეს არის ერთი ამბავი დაფარულისა, რომელსაც გიცხადებ შენ არ იყავი მათ შორის, როცა ისინი წილს იყრიდნენ, თუ ვის ხდებოდა მზრუნველობა მარიამზე და არ ყოფილხარ მათთან, როცა დაობდნენ. დადგა დღე, როცა ანგელოზებმა უთხრეს, მარიამ, სწორედ რომ ალლაჰი გახარებს ძის დაბადებას მისი სიტყვიდან, რომლის სახელიცაა მესიჰი, ძე მარიამის. იქნება ღირსეული სააქაოსა და საიქიოში და ერთ-ერთი დაახლოებული ალლაჰთან. ის ადამიანებს დაელაპარაკება აკვანშიც და მოწიფულიც და იქნება მართალთაგანი. უთხრა, უფალო ჩემო, როგორ მეყოლება მე ძე, როცა კაცი არ შემხედია მე. მიუგო, სწორედ რომ ასე ალლაჰი გააჩენს ინებებს რასაც, როცა განიზრახავს რაიმეს გაჩენეს, მხოლოდ ეტყვის მას, იქმენ და უმალ იქმნება ისიც. და ასწავლის მას წიგნსა და სიბრძნეს და თევრატსა და ინჯილს და დაადგენს შუამავლად ისრაილის ძეთა წინაშე. მე მოვედი თქვენთან სასწაულით თქვენი უფლისგან, მე გამოვძერწავ ტალახისგან ჩიფს, ჩაუბერავ მას სულს და ალლაჰის ნებით ჩიტი გასულდგმულდება. მე განკურნავ ბრმად დაბადებულს, ეთროვანს, დავაცოცხლებ მკვდარს, ნებითა ალლაჰისა. მე გეტყვით რასაჭამთ თქვენ, რასაც ინახავთ სახლებში. უეჭველად ამაშია სასწაული თქვენთვის, თუ კი ხართ მორწმუნე. და დასტურად იმისა, რომელიც ჩემს უწინ იყო თევრატში და რომ
ნებადართულ ხნა თქვენთვის ზოგი რამ, რაც აკრძალული გქონდათ აქამდე და მოვსულ ვარ თქვენთან სასწაულით თქვენი უფლისგან. მას იყავით ალლაჰის წინაშე ის მოსავნი და გამომყევით მე. უეჭველად ალლაჰი ჩემი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. მას აყვანიეცით მას. სწორედ რომ ესაა გზა ჭეშმარიტი. და როცა ისა მიგრძნო მათი ურწმუნოება თქვა, ვინ არის ჩემი შემძე ალლაჰის გზაზე, მიუგეს მოწაფეებმა, ჩვენ ვართ შემწენი ალლაჰის სარწმუნოებისა. ჩვენ ვიცამეთ ალლაჰი და დაამოწმეთ, რომ მორჩილნი ვართ ჩვენ. უფალო ჩვენო, ვიცამეთ ჩვენ, რაც ზემოავლინეთ და გავყევით შუამავარს. მას ჩაგწერეთ ჩვენ ჭეშმარიტ მორწმუნე რიგებში. მოიგონეს ფრიკი ისას წინააღმდეგ და ალლაჰმა ფრიკი მათი ქმნა ამაო. უეჭველად ალლაჰი უმარჯვესია ფრიკის მომგონთლი. მაშინ ალლაჰმა უთხრა, ო ისა, მე მოგაკვდინებ შენ და ჩემთან აგამაღლებ, გიხსნი ურწმუნოთაგან და გაგათავისუფლებ მათგან, ხოლო რომელნიც შენ მოყვებოდნენ აღმატებულ ყოფ წარღვნამდე ურწმუნოთა წინაშე. მერე შენ დამოიქცეთ თქვენ და მე განსაჯო თქვენ შორის, რაზეც დავა გქონდათ. მაგრამ მათ, რომელთაც უარყვეს, უმკაცრესად დავსჯი საქაოშიც და საიქიოშიც და მათ არ ეყოლებათ შემწეები. იმათ კი, რომელთაც ირწმუნეს და ქმნეს სიკეთები, სრულად მიეზღება მისგან, რამე თუ ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი. ესაა აიათები, რომელთაც გიკითხავთ შენ და შეგონება ბრძნული. უეჭველად ალლაჰის წინაშე ისას გაჩენის ფორმა ადამის გაჩენის ფორმის მსგავსია. მან იგი მიწისგან შექმნა. შემდეგ უთხრა, იქმენ და იქმნა ისიც. სწორედ რომ შენი ღმერთისგან მოედინება ჭეშმარიტება და არ იყო იმათგან, ვინც ორჭოფობს, ხოლო ვინც მის გამო შეგედავოს იმის მერე, რაც ცოდნა მოგევლინა შენ, უთხარი, მოდით, ვუხმოთ ჩვენ შვილებს და თქვენს შვილებს და ჩვენს ქალებსა და თქვენს ქალებს და ჩვენსა და თქვენს, მერე გულით შევთხოვოთ ღმერთს და ვაწიოთ წევლა ალლაჰისა ტყუას. სწორედ რომ ესაა ნამდვილი ამბავი, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა. უეჭველად ალლაჰი ძლევამოსილია, ბრძენია, ხოლო თუ სახეს იბრუნებენ ისინი, უეჭველად ალლაჰმა უწყის, ვინ არის ამრევი. უთხარი, ჰეი ღვთიური წიგნის ხალხო, მოდით ერთ სიტყვაზე, საერთოზე, თქვენთვის და ჩვენთვის, რომ არცეთ თაყვანი არავის გარდა ალლაჰისა და არ გაუჩინოთ მას ხანაზია და არ დავიდგინოთ რომელიმე ჩვენგანმა ღმერთებად მაგიერ ალლაჰისა.
და თუ სახეს იბრუნებენ, უთხარი მათ და მოწმეთ, რომ ჩვენ მუსლიმნი ვართ. Hei, ღვთიური წიგნის ხალხო, რატომ კამათობ იბრაიმის გამო? ევრათი და ინჯილი, რომ მხოლოდ მის შემდგომ იყო გარდმოვლენილი, განა არ უნდა მოუხმოთ გონებას. აი თქვენ ესახავთ, იმაზე დაობდით, რაც იცოდით. რატომ გაკამათობთ იმაზე, რაც არ იცით? უეჭველად უწყის ალაჰმა და არ უწყით თქვენ. იბრაიმი არ ყოფილა არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არამედ იყო ჰანიფი, მუსლიმი და არ იყო წარმართული. უეჭველად ყველაზე ახლო იბრაიმთან ის ადამიანები არიან, რომელთაც მიჰყვნენ ამ შუამავალს და რომელთაც ირწმუნეს, ხოლო ალაჰი მფარველი და მეგობარია მორწმუნეთა. ეწადა ერთ ჯგუფს, ღვთიური წიგნის ხალხს, გადაეცდინეთ თქვენ ჭეშმარიტი გზიდან, მაგრამ ისინი გზიდან აცდენენ მხოლოდ თავის თავს და სხვა ვერავის და ვერც კი გრძნობენ. Hei, ღვთიური წიგნის ხალხო, რატომ უარყოფთ ალაჰის აიათებს, როცა მოწმენი ხართ თქვენ? Hei, ღვთიური წიგნის ხალხო, რატომ მოსავთ ჭეშმარიტებას სიცრუის სამოსით და რატომ მალავთ სიმართლეს, როცა თქვენ უწყით? და თქვა ღვთიური წიგნის ხალხის ერთმა ჯგუფმა, ის რაც გარდმოევლინა მორწმუნეებს, ირწმუნეთ დღის დასაწყისში და უარყავით დღის ბოლოს. ეგების უკან დაუბრუნდნენ და არ მიენდოთ არავის გარდა მათი, ვინც გაჰყვა ჩვენს სარწმუნოებას. უთხარი, უეჭველად სწორი გზა ალაჰის გზა, რომ ებოძოს ვინმეს ისეთივე, რაც თქვენ გებოძათ, თუ შეგეცილებიან ისინი თქვენ ამაში თქვენი ღმერთის წინაშე. უთხარი, უეჭველად მადლი ალაჰის ხელთა და უბოძებს ინებებს ვისაც. უეჭველად ალაჰის წყალობა ყოვლის მომცველი და ის ყოვლის მცოდნე. ანიჭებს თავის წყალობას ინებებს ვისაც და ალაჰი უდიდესი სიკეთის ფლობელი. ღვთიური წიგნის მიმდევართა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ინტარს თუ ანდობ უკლებლივ დაგიბრუნებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც დინარს თუ ანდობ იმასაც არ დაგიბრუნებს, თავზე თუ არ დააგებს. ეს იმიტომ, რომ თვლიან უმეცრებთან საერთო არაფერი გვაქვსო, ხოლო ალაჰზე სიცრუეს ამბობენ და მათ იციან ეს. დიახ, ვინც აღთქმა აღასრულა და ღვთის მოშიში გახდა, უეჭველად ალაჰს უყვარს ღვთის მოშიში. უეჭველად ვინც ყიდის ალაჰთან დადებულ აღთქმას და დადებულ თვითს მცირე ფასად წილი არ ექნებათ მაგათ საიქიოში, არ დაელაპარაკება მათ ალაჰი და არ შეხედავს მათ განკითხვის დღეს და არ განწმენს მათთვისა
ტანჯველი სასჯელი. უეჭველად მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც თავისი ენით ამახინჯებს წიგნს, რათა გეგონოთ თქვენ ეს თიური წიგნისგან, თუმცაღა ის თიური წიგნის არ არის. და მაინც ამბობენ, ეს ალაჰისგან არისო, არადა არ არის ეს ალაჰისგან. და ამბობენ ისინი ალაჰის წინაშე სიცრუეს და მათ იციან ეს. არ ყოფილა რომ ადამიანისთვის ალაჰს წიგნი სიბრძნე და შუამავლობა ებოძოს და მერე ეთქვას იმას ხალხისთვის, იყავით ჩემი თაყვანის მცემელნი ალაჰის მაგივრად, არამედ იყავით ის მსახურნი იმით, რასაც სწავლობთ, რასაც კითხულობთ წიგნიდან. და არც ის მებრძანოს თქვენთვის ანგელოზი და შუამავალნი გაიხადოთ ღმერთებად, განა გიბრძანებთ ურწმუნოებას მის მერე, რაც მუსლიმნი გახდით თქვენ. და კი აღთქმა იყო ალაჰმა შუამავალთაგან. აჰა, გიბოძებთ თქვენ წიგნსა და სიბრძნეს, მერე მოვა თქვენთან შუამავალი დასტურად იმისა, რაც არის თქვენთან. უეჭველად უნდა გჯეროდეთ მისი და შემწენი იყვნენ მისი. უთხრა ხართ თანახმა და ღებულობთ ამაზე ჩემს პირობას. მიუგებს თანახმავა. უთხრა დაამოწმეთ და მეც თქვენთან ერთად მოწმეთაგან ვიქნები. და ვინც პირი იბრუნოს ამის შემდეგ, სწორედ რომ ისინი არიან გზასაც დებენ. და ნუ თუ ალაჰის რწმენის გარდა სხვა რწმენას ეძებენ ეგენი მაშინ, როდესაც ნებით თუ უნებლიეთ ყველა მას მორჩილებს, ვინცაც ათაშინა და ქვეყანასა ზედა. და ბოლოს მასთან იქნებიან დაბრუნებულნი. თქვი რომ ვიწამეთ ჩვენ ალაჰი და ის, რაც ზემოგვევლინა ჩვენ და რაც ზემოევლინა იბრაჰიმს, ისმაილს, ისაკს, იაკობს და შტოებს და რაც ებოძა მუსას, ისას და შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ რომელ სამეს მათ შორის. და ჩვენ მორჩილნი მუსლიმნი ვართ მისი. და ვინც ეძიებს სხვა სარწმუნოებას გარდა ისლამისა, მისგან არ მიიღება იგი და ის იქნება საიქიოში წაგებულთა შორის. როგორ დაადგენს ალაჰი სწორ გზაზე ხალხს, ვინც სარწმუნოება უარყო მას მერე, რაც ირწმუნეს და დაამოწმეს და მოევლინათ მათ ცხადი მტკიცებულებანი, რომ შუამავალი ჭეშმარიტია. უეჭველად ალაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს. უეჭველად ალაჰის, ანგელოზების და სრულიად ყველა ადამიანის წყევლა მათ და სამაგიეროდა, აი ისინი, აი მაგათი საზღავი. ტანჯვა არ შეუმსუბუქდება მაგათ და არც არავინ შეხედავს. იქ მარად დარჩენია. გარდა მათი, რომელთაც ამის შემდგომ მოინანიეს და გამოსწორდნენ, სწორედ რომ ალაჰი შემდობი და შემწყალებელია.
უეჭველად, რომელთაც უარყვეს რწმენა მას მერე, რაც ირწმუნეს, მერე კი უმატეს ურწმუნოებას არ მიიღება მათი მონანიება და სწორედ ისინი არიან გზასამცდარი. უეჭველად, რომელთაც უარყვეს და აღესრულნენ ურწმუნოდ, ოქროთის სავსე დედამიწას რომ ებადონ და გაიღონ თავის გადასარჩენად, მაინც არ მიიღება არც ერთ იმათთაგან. აი ისინი მათთვისაა წარე სატანჯველი და მათ არ ეყოლებათ შემწევი. ვერას დროს მიაღწევთ ღვთის ნიერებას, თუ არ გაიღებთ იმას, რაც გიყვართ, რაც უნდა გაიღოთ. უეჭველად, ალლაჰმა უწყის იგი, ყოველგვარი საჭმელი ნებადართული იყო ისრაელის შვილთათვის. გარდა იმისა, რაც იაკობმა თავად აუკრძალა საკუთარ თავს იქამდე, სანამ თევრათი მოევლინებოდა. უთხარი მათ, მოიტანეთ თევრათი და წაიკითხეთ ის, თუ კი ხართ მართალი. ხოლო ვინც ამ ყველაფრის შემდეგ სიცრუე შეთხზა ალლაჰზე, სწორედ რომ ეგენი არიან უსამართლო. უთხარი, ალლაჰმა ჭეშმარიტება განაცხადა, მას მიჰყევით იბრაჰიმის რჯულს, ვითარცა ჰანიფის, რამე თუ ის არ იყო წარმართი. უეჭველად, სამყაროსადმი ბარაქად და ჭეშმარიტ გზაზე დასადგინებლად უპირველესი სახლი, სწორედ რომ მექაში იქმნა აღმართული ხალხთათვის. იქაა ცხადი სასწაულები, სადგომი იბრაჰიმის და იქ ვინც შევა დაცულია. ალლაჰი ავალდებულებს ადამიანს, ვისაც ძალა შესწევს, გაემგზავროს და მოინახულოს ეს სახლი და ვინც უარყო, უეჭველად, ალლაჰი მდიდარია სამყაროებსაზე და უთხარი, ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო, რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს? ალლაჰი ხომ მოწმია იმისა, რასაც ჩადიხართ. უთხარი, ჰეი, ღვთიური წიგნის ხალხო, თქვენ ხართ მოწმენი და რატომ გაილტვით არასწორისკენ წაიყვანოთ ისინი, ვისაც წამთ და აღუკვეთოთ მათ გზა ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი უგულისხმურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, თუ კი დაემორჩილებით იმათგან, რომელიმე ჯგუფს, ვისაც ღვთიური წიგნი ებოძა, მიგაქცევენ ისინი კვლავ ურჯულოებად მას მერე, რაც იწამეთ. და როგორ გაუარყოფთ, როცა თქვენ გეკითხებათ ალლაჰის აიათები და თქვენ შორისაა შუამავალი მისი. და ვინც ალლაჰს შეიყვარებს, უეჭველად, სწორ გზას ადგასით. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ჭეშმარიტი ღვთის მოშიშებით გეშინოდეთ ალლაჰისა და ისი არ ჩააბაროთ სული, მუსლიმად არ აღესრულეთ. იცეთ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის რწმენის თოქს და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენგან. როცა იყავით მტრებად, შეგიერთათ გულები თქვენი და მისი სიკეთით. ძმებად იქმენით თქვენ და თქვენ როცა იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, გიხსნა თქვენ მისგან. ამგვარად განგიმართავთ ალლაჰი თავის აიათებს. ეგების
ჭეშმარიტ გზას დაადგეთ თქვენ და იყოს ხალხი თქვენგან სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების აღმკვეთი და სწორედ ეგენი არიან ნეტარი. და არ იყოთ იმათი მსგავსნი, რომელნიც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ცხადი მტკიცებანი მოევლინათ და სწორედ მათთვისაა ამ ძვინვარეს სასჯელი. იმ დღეს ზოგიერთის სახეები გაბრწყინდება და ზოგიერთი გაშავდება. მათ, რომელთაც სახე გაუშავდებათ, ეთყვიან, ნუ თუ დაჯერების შემდეგ უარყვეთ, მაშინ იგემეთ სასჯელი, შედეგად თქვენი ურწმუნოების. ხოლო რომელთაც სახეებიც გაბრწყინდება, ალლაჰის წყალობაში იქნებიან ისინი და თანაც სამუდამოდ დამკვიდრებულ ნიმარში. აი ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით იკითხავთ შენ და არ არის ნება ალლაჰისა უსამართლობა სამყაროთთვის. ალლაჰს ეკუთვნის, რაცა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და ყოველი საქმე ალლაჰთან იქნება მიქცეული. თქვენ ახართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, რადგანაც გწამთ ალლაჰის. ხოლო რომ ერწმუნათ ღვთიური წიგნის ხალხს, მათთვისვე იქნებოდა უკეთესი. მათ შორის არიან მორწმუნენი, მაგრამ გზასამცდარნიც არიან დიდი ნაწილი მათგან. ისინი ვერას დაგაკლებენ თქვენ გარდა შეურაცხყოფისა და თუ შეგებრძოლებიან, ზურგს გაქცევენ და მერე აღარ ექნებათ შეწევნა მათ. სადაც არ უნდა იყვნენ, თავს დაატყდებათ მათ დამცირება, თუ კი არ იქნებიან ალლაჰის თოკისა და ადამიანების მიერ გამოწოდილი თოკის მიმყოლნი და მოიწევენ ალლაჰის რისხვას და დაატყდებათ თავს სიღატაკე. ეს იმისთვის, რომ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს და უსამართლოდ კლავდნენ შუამავად. ეს იმისთვის, რომ ურჩობდნენ და იყვნენ ზვარგადასული. დიახაც, რომ ისინი ყველანი ერთნაირნი არ არიან. ღვთიური წიგნის ხალხში მტკიცე თემიცა, ღამის საათებში ალლაჰის აიათებს კითხულობენ და სეჯდეს აღავლებენ. მათ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი. უბრძანებენ მოსაწონს და უკრძალავენ უკეთურს. სიკეთის კეთებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. სწორედ ეგენი არიან საუკეთესოთაგანი. და ვინც რამ სიკეთე ქმნას, არასდროს დაიფარება. უეჭველად ალლაჰმა იცის, ვინ არიან ღვთის მოშიში. უეჭველად რომელთაც უარყვეს, იმათ ალლაჰის წინაშე ვერ დაიფარავს, ვერცა ქონება მათი და ვერცა შვილები მათი. ეგენი არიან ცეცხლის მკვიდრნი, იქ დარჩებიან სამუდამოდ. რასაც ისინი გასცემენ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში, სუსხიან ქარს წააგავს, რომელმაც გაანადგურა ნათესები ხალხისა, რომელთაც საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცნენ. მათთვის არ უნია ალლაჰს, რამე თუ თვითონვე ავნეს საკუთარ თავს. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, მე საიდუმლეთ ნურავის გაიხდით, გარდა თქვენიანისა. არ მოიშლიან ისინი თქვენს ნებას, მათ სურთ უბედურება დაგატყდეთ თავს. უკვე იმთხევა ბოღმა მათი ბაგეებიდან, მაგრამ რასაც მალავენ მათი გულები, უფრო უარესია.
ჩვენ განგიმარტებთ აიათები, თუ კი გააცნობიერებთ თქვენ. აი, თქვენ გიყვართ ისინი, მაგრამ არ უყვარხართ მათ. თქვენ გწამთ მთელი ღვთიური წიგნი და როცა შეგხვდებიან ისინი ამბობენ, ვიწამეთ ჩვენ, მაგრამ მარტო რომ დარჩებიან, სიბრაზით თითებს იკუნებენ. უთხარი, გადაყევით ბრას თქვენსას, უეჭველად, ალლაჰი უწყის გულის ნადებს. თუ კი სიკეთე გეწიათ, წყინთ მაგათ და თუ ცუდი რამ შეგემთხვათ, ხარობენ ამით, მაგრამ თუ მომთმენნი და ღვთის მოშიშნი იქნებით, მათი ხრიკები ვერას დაგაკლებთ. ალლაჰი უეჭველად გარემოიცავს, რასაც სჩადიან ისინი. აკი დატოვე ოჯახი დილაუთენია და ბრძოლისთვის რიგებში აყენებ მორწმუნეებს. ალლაჰი ყოვლის მსმენი, ყოვლის მცოდნია. აკი თქვენგან ორი ლაშქარი გაემართა, თუმცა ალლაჰი იყო მათი შემწე, მაინც დააპირა უკან დაეხია და ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნეები. უკვე შეგეწიათ ალლაჰი ბედირთან, როცა სუსტნი იყავით თქვენ, მას სათნოებდეთ ალლაჰ, ეგებ მადლიერნი იყო. მაშინ შენ მორწმუნეებს შემდეგნაირად ეუბნებოდი, ნუ თუ არ კმარა თქვენთვის შეწევნა ალლაჰისა ზეციდან მოვლინებული 3000 ანგელოზით. დიახ, თუ მომთმენნი და ღვთის მოშიშნი იქნებით და თუ მოულოდნელად თავს დაგესხმიან ისინი, შეგეწევათ უფალი თქვენი 5000 ანგელოზით ნიშანდასმით. და მხოლოდ იმიტომ გახარათ ალლაჰმა თქვენ გულები რომ დაგემშვიდებინათ და არ შეწევნა გარეშე ალლაჰისა, ძლევამოსილისა, რძენისა, რათა გაანადგუროს ნაწილი იმათი, ვინც არ ირწმუნეს, ან გააცამტვეროს და უკან გააბრუნოს იმედგაცრუებულნი. შენ ამ საქმესთან ხელი არ მიგიწვდება, ან შეიწყალებს მათ, ან დასჯის. უეჭველად, უსამართლონი არიან ისინი. ალლაჰისა, რაცა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, აპატიებს, ინებებს ვისაც და დასჯის ინებებს ვისაც. ალლაჰი მიმტევებელია, წყალობელია. ეი თქვენ, რომელთაც ირწმუნებთ, ნუ აიღებთ პროცენტს ორმაგის სარგებლით, მას სათნოებდეთ ალლაჰს, ეგებ გადარჩენილნი იქნებ თქვენ. გეშინოდეთ ცეცხლისა, რომელიც ურწმუნოთათვის იქნა გამზადებული და მორჩილიყავით ალლაჰისა და შუამავლის, ეგებ შეწყალებული იქნებ თქვენ. ესწრაფეთ მიტევებისკენ თქვენი ღმერთისგან და სამოთხეს, რომლის სივრცე ცანი და დედამიწაა, რომელიც გამზადებულია ღვთის მოშიშთათვის, რომლებიც გასცემენ ჭირშიც და ლხინშიც, იოკებენ მრისხანებას, ატიობენ ხალხს და ალლაჰს უყვარს კეთილის მქმნელი. ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიავე, ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და მაშინვე შესთხოვონ პატიობა სოდვებისთვის. და ვიზღა ძალუც მიუტევოს სოდვები თუ არა ალლაჰისა. და თუ შეგნებულად არ დაიჟინებენ იმას, რასაც ჩადიოდნენ, აი მათთვისაა საზღაური, მიტევება მათი უფლისაგან და სამოთხეები, სადაც
ძირს მდინარეები მოედინება, იქ დარჩებიან სამუდამოდ და რა მშვენიერი საზღაურია კეთილის მკვლელთათვის. უკვე თქვენამდე განვლო მოვლენილი რელიგიები, აბა მოიარეთ ქვეყანა და იხილეთ, როგორი იყო მატყუარების აღსასრული. აი, ესაა გაკვეთილი კაცობრიობისთვის და გზა ჭეშმარიტი და შეგონება ღვთის მოშიშტების. სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, უეჭველად აღმატებულნი იქნებით. თუ თქვენ რაიმე დანაკარგი შეგეხოთ, იმის მსგავსი დანაკარგი სხვა ხალხმაც მიიღოთ და ჩვენ დღეებს ვცვლით ხალხთა შორის, რათა გამოსცადოს ალაჰმა, ვინც იწამა და მიიღოს შეჰიდები თქვენგან. ალაჰს არ უყვარს უსამართლო. რათა ხალასი ჰქმნას ალაჰმა, ვინც ირწმუნა და ამოჟლიტოს ურწმუნონი. ნუ თუ ისე თვლით, მანამ შეაღწევთ სამოთხეში, სანამ ალაჰი არ მოარჩევს თქვენ შორის ვინ იბრძოდა ღვთის გზაზე და ვინ მომთმენი იყო. უეჭველად თქვენ გქონდათ სურვილი სიკვდილისა, სანამ გადაეყრებოდით მას. მაშა სადამე თქვენ დაინახეთ იგი და ჯერ ისევ ოყმანოთ. მუჰამმედი მხოლოდ შუამავალია, მის მოსვლამდეც განვლეს შუამავალთა. თუ ის მოკვდება ან მოკლავენ, ნუ თუ უკან გამოგუსლავთ და ვინც უკან მოიქცევა, ამით ვერაფერს დააკლებს ალაჰს და მიუზღავს ალაჰი მადლიერს. თუ არა ალაჰის ნება არ ექნება არავის სიკვდილი, ის განსაზღვრული დროით დაწერილი წიგნია და ვინც ისურვოს ამ ქვეყნიური და იმ ქვეყნიური ჯილდო, მივანიჭებთ მას და ღმერთისადმი მადლიერ სამაგიეროს გადავუხდით ჩვენ. უამრავი შუამავალი იყო, რომელთა გვერდით იბრძოდა მრავალი ღვთისმოსავი და არ დაშინებულან ისინი იმის გამო, რაც შეემთხვათ ალაჰის გზაზე. ძალა არ დაუკარგავთ და არ დანებებულან და უყვარს ალაჰს მომთმენი და მხოლოდ ამას ამბობდნენ, ღმერთო ჩვენ, შეგვინდე ცოდვები ჩვენი და გადაჭარბებანი ჩვენ საქმეში და განამტკიცე მუხლი ჩვენი და ძლევა მოგვეც ჩვენ ურწმუნო ხალხის წინაშე. და მიანიჭა ალაჰმა საზღაური საუკეთესო ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც და ალაჰს უყვარს სიკეთის მკვნელნი. Ei თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, თუ თქვენ მიხვებით ვინც არ იწამა, მოგაქცევენ ისინი თავისკენ, მაშინ სრულიად წაგებული დარჩებით. არა, მხოლოდ ალაჰია მფარველი თქვენი და შემწეთა შორის საუკეთესო შემწე. ჩვენ შიშს ჩავთესთ ურწმუნოთა გულებში იმისათვის, რომ თანაზიარად გაუხადეს ალაჰს ის, რაზეც მტკიცებულება არ მოულენია. ცეცხლია მათი თავშესაფარი და რა საშინელი სამყოფელია უსამართლოთა. და ალაჰმა აღგისტრულად თავისი აღთქმა, როცა მისი ნებით ხოცავდით მათ, ვიდრე არ შედრკით თქვენ და დავა არ დაიწყეთ მის ბრძანებაზე და აღარ შეასრულეთ იმის შემდეგ, როცა გიჩვენათ, რაც გიყვარდათ თქვენ. თქვენ შორის იყვნენ, ვისაც ეს ქვეყანა სურდა და თქვენ შორის იყვნენ, ვისაც
ის ქვეყანა სურდა. შემდეგ უკუ გაქცია მათგან, რათა გამოეცადეთ, შეგინდოთ თქვენ, დიახაც, რომ ალლაჰი მოწყალების მიმნიჭებელია, მორწმუნეებისთვის. როცა მიცოცავდით თქვენ, უკან არ იხედებოდით, შუამავალი კი უკნიდან გეძახდათ და წყენისთვის წყენა მოგიზღოთ, ნუ დამწუხრდებით იმაზე, რაშიც ხელმოცარული დარჩით და რაც შეგემთხვათ. უეჭველად უწყის ალლაჰმა, რასაც აიქვით. მერე წყენის შემდგომ სიმშვიდისთვის ძილი მოგივლინათ ერთ ნაწილს, მეორე ნაწილი კი წუხილმა მოიცვა. იმაზე ფიქრობდნენ, თავი როგორ გადაერჩინათ. ისინი ფიქრობდნენ ალლაჰზე უსამართლო, წარმართული ფიქრებით. ამბობდნენ, განაჩვენი ძალებით რამის გადაწყვეტა შეგვეძლო, უთხარი, ყველა საქმე ალლაჰს აბარია. მათ გულებში აქვთ დაფარული ის, რასაც შენ არ გიმხელენ. ამბობენ, ჩვენ რომ რამის გაკეთება შეგძლებოდა, აქ არ დაგხოცავდნენ. უთხარი, თქვენ სახლებშიც რომ დარჩენილიყავით, ვისაც სიკვდილი ეწერა, თავისი დაღუპვის ადგილას მაინც გამოვიდოდა. ეს იმიტომ, რომ ალლაჰს გამოეცადა რა გაქვთ გულებში და რომ განეწმინდა იმისგან, რაც გულებში გაქვთ, უეჭველად ალლაჰი უწყის, რაც გულებშია. უეჭველად თქვენგან ისინი, ვინ ზურგი იქცია იმ დღეს, როცა ორი ლაშქარი პირისპირ შეხვდა ერთმანეთს, ეშმაკმა აცდუნა და წააბორძიკა ეგენი რაღაცით, რაც უქმნიათ მაგათ, ალლაჰმა მაინც მიუტევა იმათ. უეჭველად ალლაჰი შემწყალია, შემწყნარებელი. ეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს, გზას რომ გაუდგნენ, ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ. ისინი რომ ჩვენს გვერდით ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენ. და ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს. უეჭველად ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს და ალლაჰი ხილველია, რასაც აკეთებთ. თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე, ან მოკვდებით, მაშინ მიტევება და წყალობა ალლაჰისა ბევრად საუკეთესოა იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ. თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით, უეჭველად ალლაჰთან შეიკრიბებით. ალლაჰისგან მოძებულმა მოწყალებამ მობიერი გაგხადა მათ მიმართ, არადა უხეში და ულმობელი გული რომ ჰქონოდა, შემოგეცლებოდნენ. აპატიე მათ, ითხოვე მათთვის მიტევება და დაეკითხე მათ საქმეების თაობაზე და როცა რაიმე საქმეს გადაწყვეტ, ალლაჰს მიენდე. უეჭველად ალლაჰს უყვარს მიმდობილნი. თუ ალლაჰი შეგეწევათ, მძლე არ გეყოლებათ თქვენ და თუ შემწეობის გარეშე დაგტოვებთ, მაშინ ვიზღა ძალუც მის გარდა შეწევნა თქვენ. ასე რომ მორწმუნენი მხოლოდ ალლაჰს ასოებდნენ. შეუძლებელია შუამავალმა იცრუოს და ვინც იცრუებს, თავისივე ტყუილით წარსდგება აღდგომის დღეს. მერე ყველა სულს სრულად მიეზღვება თავისი შენაძენისთვის და ისინი არ დაიჩაგრებიან, განა ის, ვინც ალლაჰის კეთილმოწყალებას მიჰყვა, იმას გავს, ვინც ალლაჰის რისხვა დაიმსახურა. ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი და რაც სუდი მისაქციელია.
მათ ალლაჰთან სხვადასხვა ხარისხები აქვს და ალლაჰი ხილველია, რასაც ჩადიან. მოჰმადლა ალლაჰმა მოწყალება მოწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ, აიათებს, განწმენს მათ, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში. როდესაც უბედურება გეწიათ, თქვენ კი ადრე ორჯერ მეტი აციებთ, იკითხეთ, ნეტა ეს საიდან? უპასუხე შენ, თქვენგან ვემოდის ის, უეჭველა, ყოვლის შემძლია ალლაჰ. და რაც გეწიათ ამ დღეს, როცა ორი ლაშქარი შეხვდა ერთმანეთს, მოხდა ნებითა ალლაჰისა, რათა გამოევლინა ვინ იყო მორწმუნე და რათა შეეცნო ისინი, რომელნიც თვალთმაქცნი იყვნენ და უთხრეს მათ, მოდით იომეთ ალლაჰის გზაზე, ან თავი დაიცავით, მიუგეს. ბრძოლა რომ ვიცოდეთ, გამოყვებოდით თქვენ. იმ დღეს ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ ისინი, ვიდრე რწმენასთან. იმას ამბობდნენ თავიანთი პირით, რაც არ ჰქონდათ გულში, ხოლო ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის, რასაც ამალავენ ისინი. მათ, რომელთაც თქვენს თავიან ძმებზე, ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, არ დაიხოცებოდნენო, თავად კი შინ დარჩნენ, მათ უთხარი შენ, განიშორეთ თქვენგან სიკვდილი, თუ სიმართლეს ამბობთ. და შენ არავითარ შემთხვევაში მკვდრად არ ჩათვალო ისინი, ვინც დაეცა ალლაჰის გზაზე, არამედ ცოცხალნი არიან, თავიანთ ღმერთთან იღებენ სარჩოს. ხარობენ იმით, რაც ალლაჰმა უბოძა თავისი სიკეთეებიდან და ხარობენ იმით, ვინც მათ უკანა და ჯერ არ მისწევია, რომ მათ არ მოელით არცა შიში და არცა მწუხარება. ხარობენ ალლაჰის წყალობისა და მადლის გამო და რომ ალლაჰი საზღაურს არ დაუკარგავს მორწმუნეებს. იმად, რომელთაც შეისმინეს ალლაჰის და მისი შუამავლის მას მერე, რაც ჭრილობა მიიღეს, ყველა იმათ დაგანისთვის, ვინც სიკეთეს ჩადიოდა და ღვთის მოშიშობდა, ძვირფასი საზღაურია, რომელთაც აუწყეს მორწმუნეებს, უეჭველად შეიკრიბა თქვენს წინააღმდეგ ხალხი, გეშინოდეთ მათი, მაგრამ მათ წმენა ემატებოდათ და ამბობდნენ, ალლაჰი კმარა ჩვენთვის და რა დიდებული ფარველია იგი. დაბრუნდნენ ალლაჰის წყალობითა და მადლით, არ გაჰყარებიათ მათ სიავე, რადგან მიხვდნენ ალლაჰის კმაყოფილებას და ალლაჰი უსაზღვრო სიუხვის მფლობელია. ეშმაკსურს თავისივე შემწეებით შეგაშინოთ თქვენ, თუ კი თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე ხართ, არ შეგეშინდეთ მათი და გეშინოდეთ ჩემი და ვარამმა არ შეგიპყრო შენ იმად გამო, რომელიც ურწმუნოებისაკენ მიუტვიან, ნამდვილად ეგენი ვერაფერს ავნებენ ალლაჰს. ალლაჰის ნება წილი არ უბოძოს მათ იმ ქვეყნად და მათთვისაა ტანჯველი სასჯელი. უეჭველად ისინი, რომელთაც ურწმუნოება წმენის ფასად იყიდეს, ვერაფერს ავნებენ ალლაჰს და მათთვისაა ტანჯველი სასჯელი. და არ ეგონოთ მათ, რომელთაც უარყვეს, რომ რასაც ჩვენ გადავუვადებთ,
მათ სასიკეთოდ იქნება. ჩვენ გადავუვადებთ იმისთვის, რომ გაიმრავლონ მცოდვები და მათთვისაა დამამცირებელი სასჯელი. ალლაჰი არ დატოვებს მორწმუნეებს იმ ყოფაში, როგორშიც თქვენ ხართ, სანამ არ გაარჩევს ბოროტს კეთილისები და არ იქნება თქვენ გამცნოთ ალლაჰმა დაფარული. მაგრამ ალლაჰი ირჩევს თავის შუამავალთაგან იმას, ინებებს ვისაც. მას ირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი მისა. და თუ იწამებთ და ღვთისმოშიშნი იქნებით, მაშინ თქვენთვისაა უდიდესი საზღავი. და ნუ ეგონებათ იმათ, რომელნიც ძუნწნი არიან ალლაჰის ნაბოძები მოწყალების გაღებისას, რომ ეს სიკეთეა მათთვის, არამც და არამც. ეს უარესია მათთვის, რაც ენანებოდათ ის შემოეხვევათ ყელზე აღდგომის დღეს. და ალლაჰისაა მემკვიდრეობა ცათა და ქვეყნის. და ალლაჰი უწყის, რასაც აკეთებთ. ალლაჰმა უთუოდ გაიგონა მათი საუბარი, მათ თქვეს, ალლაჰი ღატაკია, ჩვენ კი დიდრები ვართ. ჩვენ ჩავიწერთ, რაც იმათ თქვეს და იმასაც, როგორ უსამართლოდ კლავდნენ, შუამავალთ და ბეტყვით, იგემეთ წამება მწვერი. აი ეს, რაც გამოიძღოლეს ხელებმა თქვენმა, რადგანაც ალლაჰი არ არის მჩაგორელი სახურთა მიმართ. რომელთაც თქვეს, ალლაჰმა აღთქმა დაგვიდო, მანამ არ მოგვესმინა შუამავალთათვის, სანამ არ მოვიდოდა ის ჩვენთან მსხვერპლით, რომელსაც ცეცხლის თანთქავს. უთხარი მათ, მოვიდნენ თქვენთან შუამავლები ჩემამდეც ცხადი მტკიცებებით და იმით, რაც თქვენ თქვით. მას რატომ დახოცეთ ისინი, თუ თქვენ მართალნი ხართ? თუ ჩაგთვალეს მათ ცრუდ, შენამდეც ხომ შერაცხეს ატყუარებად შუამავალნი, რომლებმაც ცხადი სასწაულებით დაწერილი ფურცლებითა და განმანათლებელი წიგნით მოვიდნენ. ყველა სული იგემებს სიკვდილს და ყველა თქვენთაგანის საზღაურს სრულად მიიღებს აღდგომის დღეს. და ვინც მოშორებული იქნება ცეცხლს და სამოთხეში შეყვანილი, ის ჭეშმარიტად მოგებულია. ხოლო ამ ქვეყნიური ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა მაცდუნებელ სიტკბოებას. უთუოდ გამოიცდებით თქვენსავე ქონებითა და საკუთარი თავით და მოისმენთ ბევრ აუგს მათგან, ვინც მიიღო წიგნი თქვენამდე და მათგანაც, ვინც წარმართი იყო. და თუ იქნებით მომთმენნი და ღვთისმოშიშნი უეჭველად, აი ეს ასდაუდებელ საქმეთაგანია. აკი აიღო აღთქმა ალლაჰმა მათგან, რომელთაც წიგნი ებოძათ, უსათუოდ თქვენ განუმართავთ ამას ხალხს და არ დაფარავთ მას, მაგრამ მათ ზურგს უკან მოისროლეს და მცირე ფასად გაყიდეს. თუმცა რა უარგისია მათი ვაჭრობა. არ ჩათვალო ისინი, რომელნიც ხარობენ თავისი ნამოქმედარით და მოსწონთ, როცა იმისათვის აქებენ, რაც ჩაიდინეს. თავს დაიძვრნენ სასჯელისაგან, მათთვისაა ტანჯველი სასჯელი,
სათა და დედამიწის მეუფება ალლაჰს ეკუთვნის და ალლაჰს ძალუძს ყველაფერი. უეჭველად გაჩენად სათა და ქვეყნის და მონაცვლეობა ღამისა და დღისა. სასწაულებია ბრძენ კაცს ჭკუას საკითხთათვის, რომელნიც ალლაჰს ახსენებენ თեղზე მდგომარე, ჯდომარე თუ მწოლიარე და ფიქრობენ სათა და ქვეყნის გაჩენაზე. ღმერთო ჩვენო, შენ ეს ამაო დარგა გიჩენია, დიდება შენგან, დაგვიფარე ჩვენ ცეცხლის სასჯელისგან. ღმერთო ჩვენო, შენ ვისაც შეიყვან ცეცხლში, უთუოდ არად ჩააგდე და არ ჰყავთ უსამართლოებს შემწენი. ღმერთო ჩვენო, უეჭველად გვესმო და ხმობა მხმობელის და რწმენისაკენ. იწამეთ ღმერთი თქვენიო და ჩვენც ვიწამეთ. ღმერთო ჩვენო, მოგვიტევე ჩვენ ცოდვანი ჩვენი და დაგვიფარე რაც უღირსი გვიკეთებია და კეთილშობილებთან ერთად განგვასვენ. ღმერთო ჩვენო, გვარგუნე ის რაც აღგვიტყვი შენი შუამავლების მეშვეობით და არ შეგვარცხვინო აღდგომის დღეს. უეჭველად პირობას არ შეცვლი შენ. მათმა ღმერთმა ისმინა მათივე დრებანი. უეჭველად მე არ დაუკარგავ ნაღვაწ, ვინც იღვაწა თქვენგან. კაცსა თუ ქალს ერთმანეთისგან ხართ თქვენ, ხოლო ისინი, რომელნიც გადაიხვეწნენ და განიდევნენ თავიანთი სახლებიდან და იყვნენ წამებულნი ჩემს გზაზე, იბრძოდნენ და იხოცებოდნენ, უთუოდ დავფარავ ავსაქმეებს მათსას და უთუოდ სამოთხეებში შევიყვან, სადაც ძირს დინარეები მოედინება ჯილდოდ ალლაჰისაგან და საუკეთესო ჯილდო ალლაჰთანა. და არ შეგაცდინოს, რომელთაც ჭეშმარიტება დაფარეს სეირნობა მათმა ქვეყნებს შორის. მცირე სიტყვებაა, შემდეგ მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია და რა საშინელი განსასვენებელია. ხოლო რომელნიც თავიანთი ღმერთის წინაშე მოკრძალებულნი იყვნენ, მათთვისაა სამოთხეები, სადაც ძირს მდინარეები მოედინება. ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან. ალლაჰისგან პატივცემული, რაც ალლაჰთანაა, საუკეთესოა კეთილშობილთათვის. უეჭველად ღვთიური წიგნის მქონეთა შორის არიან ისეთნიც, რომელთაც სწამთ ალლაჰი და რაც ზემოვლენილ იქნა თქვენდა და რაც ზემოევლინა მათ. მოკრძალებული არიან ალლაჰისადმი, ისინი არ გაყიდიან ალლაჰის აიათებს მცირე ფასად. აი ისინი, რომელთა საზღაურიც თავიანთ ღმერთთანაა. უეჭველად ალლაჰი სწრაფგამკითხველია. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, მოითბინეთ და შეეჯიბრეთ მოთმინებაში და იყავით მედგარნი
და ალაჰის წინაშე ღვთის მოსავლი ეგების იქმნეთ გადარჩენილი.